ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა ზღვარზე ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც მაყურებელმა მცირე სცენაზე იხილა. გუგამ გელაძის პიესის ფერფლისფერი ფანტელების უდაბნოს მიხედვით თეატრალური წარმოდგენა რეჟისორმა სალომე ჯიჯავაძემ დადგა. სპექტაკლი გვიყვება გულწრფელი და ფაქიზის სიყვარულის შესახებ, რომელიც ნაპრალებად იშლება მარტოობის შიშსა და იმედზე, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ არ გამქრალა. მაყურებელ სპექტაკლის ნახვა დღეს, ხვალ, ასევე 7, 8 და 29 მაისს შეუძლია. Ai ცუდად გავხდი იწყან დავიჭერი. Ai მიტომ მაგას ხედავ ყველგან, ჩემებში გვერდებში ყველგან სადაც არის, სასაკავი ხედა. ძალიან ღრმა ცხოვრებისეული, ძალიან რთულია ზღვარზე ყოფნა. ყველაფერში. ეს სპექტაკლი არის ურთიერთობაზე, ორი ადამიანის ურთიერთობაზე, იმ დანაკლისზე, იმ ტკივილებზე, იმ პრობლემებზე, რაც ზოგადად ალბათ ყველა წყვილს აწუხებს და ყველა ურთიერთობაში არის. უბრალოდ ჩვენ ვეცადეთ მოგვეტანა მაყურებელთან სწორად, რომ ყველამ დაინახოს თავისი შეცდომა. აქ არ არის რომელიმე გმირი არც დადებითი, არც უარყოფითი. ვეცადეთ, რომ ქალსაც და კაცსაც დაინახა თავისი ნაკლი. ასე ქონდა დრამატურგსაც ჩაფიქრებული, რეჟისორსაც და ვფიქრობ, რომ რა ვიცი, გავართვიჩი თავი მსახიობებმაც. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ოჯახში ხდება ესეთი შიდა ურზაური უთანხმოება, ძალადობა და რავი, ბევრი ესეთი როგორ გითხრათ, არც ვიცი რა, გაუთვალისწინებელი რა, მაგრამ დღევანდელი სპექტაკლით რა ვიცი, ალბათ ვაჩვენეთ ბევრს, რომ არ შეიძლება ასე ცხოვრება, ან უნდა იცხოვროს სიყვარულში და ერთმანეთის ურთიერთგაგებით, ან ჯობია იყოს ცალსავკე და სხვას არ მიაყენო მაგიზიანე.